გამარჯობა და კიდევ ერთხელ გამარჯობა. მე გახლავ ვარ ფირანა, game developer და დღეს მე მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო თუ რამდენად რთულია გააკეთო devlog-ი. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემს შეცდომებს, ჩავარდნილ კადრებს და იმ შრომას, რაც პირველი ვიდეოს დასადებად დამჭირდა. ზოგადად პირველი ვიდეოს დადება ხომ ყოველთვის რთულია. ამას კი არაერთი სტატისტიკა გვიმტკიცებს. ხომ ასეა GPT? დიახ და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. კვლევების მიხედვით 90%-ზე მეტი ახალბედა იუთუბერი პირველივე ვიდეოზე ნებდება. მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას devlog-ებთან, რაც ამ არხის ისტორიამდე ბევრად ადრე დაიწყო. ყველაფერი კი დაიწყო ჩემი წარუმატებელი მცდელობით 2022 წელს. იცოდეთ რა კრინჯობები უნდა განახოთ. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი devlog-ი. ნელა ზვიადი. ნახვები, ლაიქები. ანალიტიკა არასდროს ცდება. და გადავწყვიტე დრო დადგა თამაშის შექმნის. მოიცა. თუ ახლა ფიქრობთ ამ ადამიანს ხმაზე როგორ შეეცვალაო ცდებით. ეს არ არის ჩემი ხმა, არამედ ჩემი ძმაკაცის. და რატომ არ ვახმოვანებდი მე? GPT. აბა მე რა ვიცი შენ მაგ დროს twin-ში რა გიქროდა? სტაროა. დღეს მე გადავწყვიტე შემექმნა თამაში. ჩემი ძალიან დიდი გამოცდილების მიუხედავად, რავი, მე მგონი ჯობია დავიწყოთ ნადი. მალე გავხსენი Unity და დავარქვი ჰორორისთვის ზედ გამოჭრილი სახელი. უკან ძმა. რა გრაფიკა, ღმერთო ჩემო, უკვე დიდი იმედებს ვამყარებ ამ თამაშზე. მორჩა. დიახ, არ მოგესმათ. ამის შემდეგ ხელი ჩავიქნი ამ ვიდეოზე. მოდით განვიხილოთ ის. ეს ვიდეო გაკეთებული იქნა ტელეფონში. შესაბამისად ვიყენებდი ტელეფონის მიკროფონს. საედიტო პროგრამა კი გახლავთ CapCut-ი. ხარისხი კი არც ისე სახარბიელოა. 720 cp. მოსალოდნელია, რადგან CapCut-ი ტელეფონში არ არის რეკომენდირებული პროგრამა. ასევე მიკროფონიც არ გქონია კარგი. დროა მეორე ცდაზე გადავიდეთ, რომელიც იმავე წელს მოხდა. რას ვერჯი ჩემ თავს ამებს რო განახეთ. Здрасти. მე ვარ ფირანა და გახლავართ game developer-ი. დღეს მინდა თამაში შევქმნა თქვენთან ერთად. ასე რომ თქვენი იმედი მაქვს. შეამჩნიეთ ხო? Sony Vegas-ის ლოგო. რაც არის ამ ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი მინუსი. მოდით პირველ რიგში დავხატოთ მთავარი პერსონაჟი. და რატომ? კიდევ ერთხელ დამისო ეგეთ კითხვას და მოდით გავაკეთოთ კუპი. შვენიერია. კაი, ხუმრობ რა თქმა უნდა. სახეც მიუმატოთ. რა ლამაზი სიფათი გაქვს შენი. შევაგდოთ ეს ჩვენი პერსონაჟი თამაში და გავუკეთოთ პლატფორმა. ახლა კი დრო მოვიდა ჩემი საყვარელი ნაწილის. მოდით განვიხილოთ ეს ვიდეოც. ამჯერად მოწყობილობა პაპაჩემის დროინდელი კომპიუტერია. მიკროფონი კი 15 ლარად ნაყედი ნაგავი. ხოლო საედიტო პროგრამა ეს არის Sony Vegas-ის უფასო ტრეილ ვერსია. ხარისხი კი ისე და ისე დარჩა 720 p-ზე. მოდით გადავიდეთ მესამე და საბოლოო devlog-ის ცდელობაზე. ეს კადრები კი ამ არხზე ჩემ პირველ devlog-შიც გამოვიყენე.
რაც შეეხება ამ ვიდეოს, აქ საერთოდ მიკროფონს არ ვიყენებ. მოწყობილობა არის კომპიუტერი. ხოლო პროგრამა კი უკვე Premiere Pro, რასაც ამჟამადაც ვიყენებ. საბოლოოდ კი არ დავნებდი და დავდი ჩემი პირველი დევლოგი არხზე. რაც ვისწავლე იყო ის, რომ ხმის quality ყოველთვის უნდა იყოს მაღალ დონეზე და უცილებელია კარგი მიკროფონი. ასევე არასდროს უნდა გამოიყენო რაიმე პროგრამის free trial ვერსია და საბოლოოდ უნდა იყო პოზიტიურად განწყობილი. ახლა კი მინდა დაგემშვიდობოთ და დაგიტოვოთ ახალი თამაშის ტრეილერი, რომელიც გამოვა 11 მაისს 8 საათზე. ჩვენ გავაკეთებთ multiplayer თამაშს რაგდოლებით. დრო იყო გამეტესტა თამაში. მიდი ძია, მიდის, ოსა, აბარა. multiplayer-იც ავამუშავეთ.